ღმერთმა დაგლოცოთ, დაგახაროთ სახელითა მამისათა, დადისათა და ასულისა წმინდისათა ამინ. ღვთისმშობლობას გისურვებთ გამძლეობას, გაძლიერებას მიუხედავად იმისა, რომ მარხვა ჯერ კიდევ შუაშიც არ არის, ჯერ არ ესე ვთქვათ, შუა თარიღამდე მარხვის არ მივსულვართ, უკვე ბრძოლები გაჩაღებულია და ბრძოლები თავს იჩენს და ბრძოლებს თავისი ესე ვთქვათ, უკვე ნიშნები აქვს ბრძოლის ნიშნები უკვე ვლინდება ნელ-ნელა. ეს ბრძოლები გაძლიერდება ხილული და განსაკუთრებით უხილავი, მაგრამ ჩვენც მარხულობთ, ლოცულობთ, ღმერთს ვევედრებით, რომ ის რაც ჩვენ არ შეგვიძლია, ღმერთმა გაგვეძლებინოს და გადაგვატანოს. და ამიტომ მეტი მონდომება გმართებს, მეტი სულიერი სიყვარული, მეტი სულიერი იმედი, მეტი სულიერი, ვთქვათ, ხნეობა, იმუნიტეტი, სულიერი თავისუფლება ქრისტეში. მასთან ახლოს ყოფნა, უფალთან ახლოს ყოფნა და მეტად ცნებების დაცვა. თუ თავისუფლებას ეს არის, ხო, თავისუფლება არის არა ის, რაც მე მინდა რომ გავაკეთო, არამედ თავისუფლება არ არის ახალი ვალდებულება, გამოგონილი ვალდებულება რაღაც ახალი, რომელიც გინდა თუ არა უნდა გამოხატო რაღაცის დარღვევით. თავისუფლება არის დარღვევით გამოხატვა რაიმეს. თავისუფლება არის გაკეთება იმისა, რაც შეიძლება ღვთისმშობლები და აკრძალვა და თავის შეკავებისა იმისაგან, რაც არ შეიძლება ღვთისმშობლებს, უბრალოდნით რო ვთქვა. ამიტომ ახალი ვალდებულებები, ეგრეთ წოდებული და ეს დიდი სხვა თემაა თავისუფლების ახალი ფორმისა, არ უნდა დავიდოთ თავზე ისედაც ბევრი და უამრავი საწუხარი, უამრავი პრობლემა გვაქვს გადასაჭრელი, კიდევ ახალი რაღაც თავისუფლების რაც გამოგონილი ვალდებულება ბჭყალებში არ არის საჭირო. ის რასაც უფალი გვეუბნება და ღვთისმშობლები რის უფლებასაც გვაძლევს, აი ეს არის იმ თავისუფლების სივრცე და ხარისხი ჩვენ. რა თქმა უნდა, როდესაც ამ მიწიერ სივრცეში, მიწიერ ჯოჯოხეთში, ასე ვთქვათ, მიწიერ, რომელიც თითქმის ქსეროასლი გახდა ჯოჯოხეთისა, ამ ოსამჭოთა სივრცის რეალობაში ვიმყოფებით, უნდა ვიაროთ უფრო სწრაფად, უნდა ვიაროთ უფრო იმედიანად, უფრო ზეცისკენ უნდა ვიყუროთ. როგორც ერთ-ერთი ბრძენი ამბობს, თუ კი ჯოჯოხეთში იმყოფებიო, სწრაფად იარეო, არ შეჩერდეო, არ გაბედო და დასვენება არ გადაწყვიტო. ჯოჯოხეთის ტერიტორიაზე თუ ხარო, სწრაფად იარეო, სწრაფად გაიარეო. არ შეყომდე. მიწა გამოსასწრელი ადგილია. თლა ჯოჯოხეთი არ არის, არც სამოთხე, მაგრამ გამოსასწრელი ტრამპლინია. გამოსასწრელი საფრენი ბილიკია, ასე ვთქვათ, საიდანაც სტარტს იღებს მერე ვინსად, ხო? სადაც არის საბრძოლო ველი, სამჭედლო, ასე ვთქვათ. ზოგი რისთვის გამოიჭედება და ზოგი რისთვის გამოიჭედება. ყველა ადამიანს თავისი ჯვარი აქვს, თავისი ჯვარი გარდაქმნის ადამიანს. გარდაქმნის და უკეთეს ხდის ჯვართვირთველობა ადამიანს. ამიტომ რომ როცა ადამიანი ხდება ის რისი მოწოდებაც აქვს მას ღვთისაგან. ღვთისაგან რისი მოწოდებაც აქვს. ეს კეთილად გარდაქმნის მას ღვთის მიერ მიცემული მისთვის ჯვარი, რომელიც აღიღო, აგიღე ჯვარი შენი, ხო? უარყავ თავი შენ და შემომიდეგინ მე. ნებისმიერი ჯვარი, ჯვარპირთველობა, ეს მაინდა-მაინც სასულიერო პირი კი არ უნდა იყოს, ჯვარპირთველობა დააყვა. ან ხდელი, ან რაიმე სასულიერო პირი. არ არის, ყველას თავისი ჯვარი აქვს. ერთნაირი ჯვრები ხო არ აქვს, როგორც ერთნაირი ადამიანი არ არსებობს, მაგრამ ერთნაირი ნაკვთის ადამიანი არ არსებობს. მრავალფეროვნება უყვარს უფალს და არა შტამპებად ბეჭდავს ადამიანებს, რაღაც ნიმუშებად. ქარხანა რომ ბეჭდავს რაღაც ნიმუშებს, შტამპებს, ხომ არა? ადამიანი ეს უნიკალური ქმნილება, რომელიც ჯვარმა და ჯვრის თაყვანისმცემლის კვირა არის, ეხლა ჯვარმა უნდა შესცვალოს, უკეთესი გახადოს. ეს იქნება სამღვდელო პირი, ეს იქნება საერო პირი. არ შეიძლება რომ ჯვარპირთველი ადამიანი იგივე დარჩეს და უკეთესი არ გახდეს. თუ იგი მოინდომებს. თუ არ მოინდომებს, მაშინ სასულიერო პირიც რო იყოს, უკეთესი ვერ გახდება. თუ არ მოინდომა. სასულიერო პირობა ესეთი ჯვარია, რომელიც ადამიანს თითქმის იძულებულს ხდის, რომ უკეთესი გახდეს და საუკეთესო გახდეს, ვიდრე არის. შეიძლება თავიდან არ იყოს კარგი. იდეალი ვინ არის თავში, მაგრამ თანათანობით იგი უკეთესი უნდა გახდეს. თუ არ ხდება უკეთესი, არამედ პირიქით ჯვარი წერია და სხვა ნიშნები აქვს,
აი მაშინ უკვე რაღაცა ეთყობა სხვა არ აკეთებს რაღაცას ისე როგორც უნდა აკეთებდეს და მაშინ რაღაცა სხვა რამეები აქვს გამოსასწორებელი და უფრო გასაანალიზებელ დასაფიქრებელი აქვს რომ უფრო და უფრო წინ წავიდეს და არ შეიძლება რომ სასულიერო იქნება თუ საერო ვიმეორებ ჯვარპირთულობა მიგი უკეთესი არ გახადოს თუ ესე არ ხდება და გზას ჯვარი მას არ უხსნის ჯვარპირთულობა და ჯვარი მაშინ რაღაცას ისე სწორად არ აკეთებს და თავის მოზღვარს უნდა კითხოს და საერთოდ უნდა ბევრად სახარებაში ჩაღრმავდეს და ღვთის ნება მეტად შეიცნოს და ღვთის ნების რეალიზაცია თავის ცხოვრებაში ხორცს შესხმა ამისა უნდა მეტად გააკეთოს და მაშინ გარდაიქმნება და უკეთესი გახდება რასაც განღრთობა ანუ თეოზისი ქვია აი ეს სიყვარული რომელსაც ჩვენ აქ მოვედით თქვენც აქ მოხვედით აქ მოხვედით კიდევ ხართ და კიდევ ბევრი მოვა ეს სიყვარული არის ღვთის სიყვარული ღვთისა თქვენ არც ერთმანეთს სანახავად მოსულ ხართ არც ჩემს სანახავად მოსულ ხართ არც ჰაერზე გასასეირნებლად და არც რაიმე ახალი ამბების გასაგებად ახალი ამბები რა არისო ის რასაც გიმალავენ ხო არავინ არაფერს არ გვიმალავს უფალმა ყველაფერი ყოველივე განგიცხადა თქვენ ყოველივე გამოგიცხადა თქვენ ყოველივე მოხცათ და არავინ არაფერ ისეთ რამეს არ გეუბნებათ რასაც არავინ არაფერი არ იცის ყველაფერი მოგცეთ ჩვენ მაქსიმუმი მინიმუმი იმაზე ბევრად მეტი რასაც დავითებთ ამიტომ ყველაფერი მოგცა იმისათვის და იმიტომ მოვდივართ აქ რომ უფალთან მოვდივართ და შედეგად მოვდივართ დანარჩენთან მე უფალი გვიყვარს და იმიტომ მოვდივართ აქ და შედეგად მოვდივართ იმიტომ მე სხვა რაღაცების შედეგად გვიყვარს იმიტომ ჯერ პირველ მიზეზი გვიყვარს და შემდეგ გვიყვარს შედეგები ამ მიზეზისა რასაც ბადებს ეს მიზეზი ამიტომ იმედი გვაქვს უფლისა პირველ რიგში და დანარჩენი მე ეს განხთობილი იმედი რომელიც სასწორებად იწოდება ეს იმედი გვაძლევს საშუალებას იმისა რომ იმედი გქონდეს იმისა რასაც ჩვენ ვერ შევძლებთ ღვთაებრივი შეწევნით შევძლოთ და გავაკეთებთ ის უხილავი ძალა რომელიც ყოველგან არის და ყოველსავე აღავსებს ჩვენ შორის იყოს და ჩვენთან იყოს არ შეიძლება უფალი ყოველგან არის ყოველსავე აღავსებს ყოველგან არის ღმერთი ეს იგივე არ თქვა რომ ერთ ოთახში შეხვიდე და აქ არ არის უფალი ან მეორე ოთახში შეხვიდე და იქ არის ან მესამე ოთახში შეხვიდე და იქ არ არის ან დაუშვათ რაღაც ერთი ტერიტორიის მიხედვით გაზომო უფლისმყოფობა სივრცულად გაზომო უფლისმყოფობა არა ყოველგან არის ყოველსავე აღავსებს ამიტომ ეს ყოველგან ყოფობა უფლისა იმედს გვაძლევს იმის და ყოვლის მცოდნეობა მისი რომ ჩვენ რაც არ შეგვიძლია ჩვენით იმას გაგვაკეთებინებს ეს არის ღვთის ნება არა ნებავს სიკვდილის სოდვილის არამედ მოქცევა და ცხოვრება მისი იმიტომ რომ არსებობს ადამიანის თავისუფალი ნება ხო აი დავუშვათ ადამიანი მიდის მოზღვართან ხომ აღსარებაზე ზიარებაზე ეს არ ნიშნავს რომ იმ მოზღვარს აკერპებს ან კერპთაყვანისმცემლობაშია ნუ იქნება ეს დიდი სოდვა ან ფანატიზმში ან ფეტიშიზმში ან პიროვნების კულტშია ის მიდის უფალთან მაგრამ როგორც ინსტრუმენტთან როგორც შრომის იარაღთან როგორც მონათესავე სულთან სულიწმინდას მიყავს იგი და ვაიმას ვინც აუგზალავს სულიწმინდას ნებას სულიწმინდის ნებას დაბლოკავს და აუგზალებს რომ მივიდეს თავი ის ადამიანი საზიარებლად იქნება თუ აღსარებაზე მოსანანიებლად იქნება ეს თუ ლოცვის სასაკითხად და ვაიმას ვინც დაუბლოკავს მას ან ცდელობას გააკეთებს იმისა რომ სულიწმინდის ნებას შეეწინააღმდეგოს მაშინ ამის ისტორიას ვნახავთ გადავხედავთ პატერიკებში თვითონ სახარებაში შეფრთხილება პატერიკებში შეიძლება გადავხედოთ სხვა ისტორიებში და ვნახოთ რა სავალალო შედეგებით თავდება ხოლმე ეს ბორბლებში ჯოხების ჩადება და რა სულს ემსგავსება ესეთი ადამიანი რა სულს ემსგავსება ადვილი მისახვედრია ესეთი ამიტომ უნდა ვეცადოთ რომ თავისუფალი ნება აქვს ადამიანს და სულს წმინდას რომელიც ამ თავისუფალი ნებით მიყავს ადამიანი იმ უნიკალური გზით რომელიც ერთ დროს შემდეგ ზევით
ყველა ეს გზები ქრისტეში ერთ მწვერვალთან, ერთ მწვერვალში, ერთ მწვერვალზე ერთიანდება, ერთი მწვერვალისკენ მიდის. ეს ყველა გზა და ეს ერთი მწვერვალი არის უფლის სამეფო, მამის და სულიწმინდის მწვერვალი. აი იქ არის ის უხილავი ტაძარი, ესე სიმბოლურად რო ვთქვა. აი ეს არის ის უხილავი. ჩვენთვის ჯერ არ ნახული, მაგრამ ის უმყუდროესი ადგილი, საიდკენაც ყველა გზას, რომელიც უფლისაკენ მიდის, მიყავს ადამიანი. და იქ მიდის ესეთი ხალხი. და ხმის ამის ისა ისმინონ და იყვნენ ერთ სამწსო და ერთ მწყემს. ხო? აი ეს არის და ამიტომ ვისაც ყური აქვს ისმინოს, ხო? ფიქრობ რომ ვეცადოთ ჩვენ მეტად უფრო მეტად, ვეცადოთ რომ დავიწყოთ ჩვენი საკუთარი თავის გამოსწორება. ძალიან ადვილია აფექტურობა, ძალიან ადვილია თავშეუკავებლობა, ძალიან ადვილია სხვისთვის მენტორული ტონით ნოტაციების კითხვა. არც ეს არის ადვილი პრინციპში, იმიტომ რომ მაინც ფსიქიური ენერგია მიაქვს, დიდი რესურსი მიაქვს ამასაც. ადვილი არ არის, მაგრამ უფრო ადვილია შედარებით სხვისთვის ჭკუის სწავლება და სხვისთვის, ასე ვთქვათ, საგზაო ნიშნების დაყენება. იქ სადაც შენ რო გინდა, ისე რომ უნდოდეს სხვას, როგორ არის? მე მინდა ისე რომ შენ გინდოდეს, მე ისე მინდა რომ შენც ისე გინდოდეს, როგორც მე მინდა. ესე ვერ გამო, ეს უტოპიაა. რომ მე მინდა რომ შენ გინდა, როგორც მე მინდა, ესე არ გამოდის. ამიტომ თავისუფლება აქვს ადამიანს. და საკუთარი თავის გამოსწორებით დაიწყე. შენ იყავი იდეალი, შენ იყავი უკეთესი, იდეალი თუ ვერ იქნება, ყოველთვის უკეთესი გახდი და შეხედავს რა შენ იქნება მიმართული ვექტორი, ვარსკვლავი იმისაკენ, რომელიც ქრისტესთან მიიყვანს ადამიანს, ხო? აი ეს ვისურვოთ და ამას მივყვეთ. და ეცადოთ ეს გავაკეთოთ. ცდელობა უკვე სათნოებაა. არც ერთი ადამიანი არ დატოვა უფალმა წყალობის გარეშე. ყველა მონათლული ადამიანი განსაკუთრებული წყალობის ქვეშ არის, მაგრამ ამავე დროს არ უნდა დაგვეწყდეს თავში ვახსენე ბრძოლები, ხილული და განსაკუთრებით უხილავი ვახსენე იმ ძალასაც, რომელიც ძალით არავის არ ასტუნებს, მაგრამ აუცილებლად შეიძლება თუ კი მან მიცა ადამიანმა უფლება, მისცემს ყოველთვის შანსი იმისა, რომ ადამიანი დაეცეს. ანუ ყოველთვის უბიძგებს გადახდის, მაგრამ არ ძალადობს. ყოველთვის უბიძგებს იმისკენ, რომ ადამიანი წაიქცეს, დაეცეს. და უფრო მეტის დაცემული არ ადგეს. არ უნდა მიემსგავსო ისეთ ადამიანს, რომელსაც ისეთ სულს, რომ ადამიანი არ უნდა მიემსგავსოს, როდესაც სხვისი დაცემა უხარია. აი ამიტომ არის შური, ამიტომ არის წყევლა, ბოროტის ზრახვა, ბოღმა, აუმეხსიერება და ასე შემდეგ. ცოდვები სამი ტიპის არის: ღვთის წინააღმდეგ, მოყვასის წინააღმდეგ და საკუთარი თავის წინააღმდეგ. პირველ რიგში სამივე სიფრთხეზე ვრცელდება ეს ცოდვა. როდესაც ადამიანს უხარია, რომ შანსი არ მიცეს სხვას იმისა, რომ წინ წავიდეს, გზა გაეხსნას. შანსი არ მიცეს იმისა, რომ მას მეორე სუნთქვა გაეხსნას, აუკრას, შეუკრას ხელები, პირი აუკრას, იმისაც თქვია, რომ თვალები აუხვიოს, იმის მაგალითად, რომ გზა მისცეს, გასაღები მისცეს, თავისუფლების ხარისხი მისცეს, იმისაც, რომ გზააბნეულმა წინ წავიდეს, იაროს, შეუწყოს ხელი, მიუთითოს, წინ წაუძღვეს, ხელშიც აიყვანოს. ნუ აღარ ვიძახებ თქვა გმირობაა, მაგრამ ის რომ შენ მხოლოდ იწყებ სხვისი გამოსწორებით, შენ თავზევე იკვრება ეს და ქრება მოკლე ჩართვას აკეთებს შენ თავზე. შენ თავზე საკუთარ თავზევე ეს ეგოცენტრიზმი საკუთარ თავზევე აკრობს ადამიანის ყველა მისწრაფებას და ამაოებას უქმდებარებს, რომელშიც ისედაც უამრავი ჩვენი დიდი ენერგია და ფსიქიური ძალები ისედაც უამრავი ტყუილ უბრალოდ იხარჯება და ქრება და რამდენ დროს, რამდენ ძალისხმევას ვამდომებ და რამდენი რამ ქრება და მიდის ისე, რომელიც ღვთისთვის უნდა მოხმარდეს უფლის ნების აღსრულებას, რამდენი რამე სად მიდის, რო ვიცოდეთ. არა, ეს რო ვიცოდეთ ჩვენ და სულ ყველაფერი ღვთის ნებას რო დაუთმოთ, რამდენ რამეს მოვიგებდეთ და რამდენი რამე მიდის ის, სადაც არ უნდა წავიდეს იქ. ამიტომ არის ნათქვამი, მუდამ ლოცულობდეთ, უწყვეტად, მუდამ მადლობდეთ და მუდამ გიხარობდეთ. აი ამას გისურვებთ. მადლი უფლისა ჩვენს იესო ქრისტეს, სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა, იყავთ თქვენ ყოველთა თანა ამინ. მიყვარხართ, გლოცავ დიდი სიყვარული.